განვითარებაში ზუსტად ძნელია ხანდახან სიტყვებით ჩამოყალიბება, ფორმულირება იმის, რომ აი ეს რაღაც რო გინდა, ეს ბრენდინგია თუ რაღაც, მაგრამ შეიძლება ბიზნეს ამოცანა ჩამოყალიბო და მერე კონსულტანტი და მერე დახმარება. ამის გარდა Unity, რომელიც გაეშვა შარშან, ანუ ზუსტად 1 წელია გაშვებულია, ეს არის e-commerce პლატფორმა, ანუ ბიზნესი, რომელშიც ჩვენ ვიყავით, რეალურად მინიმუმ 3 სხვადასხვა სპექტრის სერვისებისგან შედგებოდა და ეს ყველაფერი იხარშებოდა ერთ ბრენდში, ასე ვთქვათ, ერთ კომპანიაში და ბრენდინგის შედეგად გამოცხვა აქედან 3 კომპანია დამოუკიდებელი, ერთი ბრენდის პლატფორმაზე, ერთი ბრენდის არქიტექტურის ქვეშ, საიდანაც უკვე Unity-მა 1 წელიწადში რაღაც მილიონ რაღაცა, ანუ მილიონზე მეტი შემოსავალი დააგენერა, გაშვებიდან 1 წელში მილიონზე მეტი შემოსავალი დააგენერირა, აქსელერაში პირველ წელს 60 ადამიანი იყო, მერე 150 და მომავალ წელს მინიმუმ 10.